მოგესალმებით აპოლო სამზარეულოში. ყოველ დღე რომ გიწევთ ფიქრი და ხანდახან უბრალოდ არ იცით რა მომწოდოთ, ზუსტად ის დღეა დღეს. გადავხედე ძველ ქართულ კულინარიულ წიგნს და აღმოვაჩინე ერთი ძველი რეცეპტი, რომელიც არც კაბაბია და არც კოტლეტი. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და მინდა რომ თქვენთანაც მოვამზადოთ. ახლა კი დავიწყოთ და ვნახოთ თუ რა გჭირდება გემრიელი კერძის მოსამზადებლად. რაც გჭირდება ეს არის გატარებული ხორცი. ჩემთან არის 1 კილოგრამის საქონლის ხორცი, თქვენ შეგიძლიათ შერეული ხორცი გამოიყენოთ საქონლის და ხორცს. გჭირდება 2 თავი ხახვი, დაახლოებით 2 ცალი კარტოფილი, ოხრახუში, 100 გრამი თეთრი პური, მარილი გემოვნებით, შავი პირბილი გემოვნებით. უმჯობესია თუ გექნება თეთრი ბატონი პური, აქვს უფრო მეტად მყარი და მაგარი ქერქი. ჩემთან არის ტოსტის პური, რადგან მხოლოდ ეს უნდა ეხლა, მაგრამ არა უშავს ამიტაც არაფერი დაშავდება. ეხლა მეგობრებო, ფარში ჩემთან უკვე გატარებულია, არის 2ჯერ გატარებული. ეხლა კიდევ გავატარებ ხავს, ასევე კარტოფილს, გავატაროთ წვანილიც და შემდეგ უკვე შევურიოთ ყველაფერი ერთად. არ დავგვაუწყდეს, სანამ კარტოფილს და ხავს გავატარებთ, მანამდე პურს დავასხათ წყალი. თქვენ შეგიძლიათ წყლის მაგივრად რომ გამოიყენოთ რიძელი. წყალი დავასხათ იმდენი, რომ დაიფაროს. ხავს და კარტოფილს მე ხა ცალკეთაში გავატარებ, იმ შემთხვევაში თუ იქნება ძალიან წვნიანი, უნდა გავწუროთ ცოტა, თორემ ჩვენს ფარს გაათხელებს და ეს სულაც არ არის კარგი. ხახვი ჩემთან ნამდვილად ძალიან წვნიანია, გავწუროთ. დაგვრჩა ოხრახუში და ნიორი გასატარებელი. ოხრახუში ბევრი არ არის საჭირო, მაგრამ თავისებურ გემოს მაინც აძლევს. ახლა მეგობრებო, გავწუროთ კარგად პურიც. ძალიან კარგად გავწუროთ, განსაკუთრებით ტოსტის პური ძალიან გვერდება, ამიტომ ნამდვილად ჭირდება კარგად გაწურვა. გაწურულ პურს გამოვატაროთ ერთხელ ხორცაკებ მანქანაში. უკეთესია საერთოდ რანაირ მოხდება, რომ შეგნით პურია. ფარში შევგազմოთ მარილი და შავი პირბილით, სრულიად საკმარისია. ამით არც ხორცის გემოეკარგება. შევგազմოთ, სწორია შევგազմოთ. თუ არ არის სწორი, დამიწერეთ კომენტარებში. შეიძლება რამე მეშლება. მოკლედ მარტივად რო თქვა, დავუმატოთ ახლა მარილი, დავუმატოთ შავი პირბილი, აუვლით კარგად, დიდხანსივოთ. დავუმატოთ შავი პირბილით გემოვნებით. ფარში ვზივოთ კარგად, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად გადანაწილდეს. შემდეგ გადავაფარებ მე თავს და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მოვათავსებ მაცივარში და დავიწყოთ უკვე ფორმირება და შეცვა. გავიდა 9 საათი, ფარს მივცეთ ახლა ფორმა და იმედი არ გამინაწყენდებით, მე თუ ხელთათმანების გარეშე მომზადებ, იმიტომ რომ ხელთათმანებით მუშაობა ფარშთან არის ცოტა რთული, ძალიან ეწებება ხელებზე. ხელები დაისვენეთ წყლით და ძალიან მარტივია შემდეგ ფარშის ფორმირება. როდესაც მივცეთ ფორმას, დაახლოებით უნდა იყოს ესე კაბაბის ფორმის, ამოუსვრით შემდეგ უკვე ფქვილში. ავიღოთ დაახლოებით ესე 100-დან 150 გრამამდე ფარში. ფარს რომ აიღებთ, შემდეგ ესე ერთი ხელიდან მეორეში გადატანის დროს დავეგვეთ კიდევ არც. ეს ცილას გამოყოფს თან თუ კი ესე დიდხანს ზელთ და არის წერბოვანი. შემდეგ აი ესეთი ხელის მოძრაობით მიეცით ფორმა.
მე დაახლოებით ესეთ. მეტი ფქვილი მოაშოროთ არ არის აუცილებელი. წიგნის მიხედვით ჩვენი ხორცი იწובה ერბოში, მაგრამ მე დღეს ზედს გამოვიყენებ. ეს არის ნეიტრალური გემოს რაფსისეთი უბრალოდ. ტაფა გავახუროთ კარგად, ჯერ შევწვათ ერთი მხრიდან დაახლოებით 3-4 წუთი საშუალო ტემპერატურაზე, შემდეგ გადავატრიალოთ კიდევ 3-4 წუთი და როდესაც გადავატრიალოთ, უკვე დავაფაროთ თავზე. ხორცი შეიწვა უკვე, მაგრამ ჩვენი კერძი აქ ამთავრდება. ახლა უნდა მოვამზადოთ პომიდორის соуსი. соуსისთვის გვჭირდება 1 კილოგრამი პომიდორი და მე მაქვს ესეთი მოგრძო ფორმის პომიდორი, რომელიც არის საკმაოდ ხორციანი და არ აქვს ძალიან ბევრი წვენი. ასევე გვჭირდება ხახვი, ხახვი მე უკვე დავჭერი, რომ არ წაგვართვას. პომიდორს დავაბლენდერებ, თქვენ შეგიძლიათ რომ ხორცაკებ მანქანაში გაატაროს თავიდანვე. ქიცაც ეხლავე დავნაყავ ნიურთან ერთად. მე იქნება გამზადებული. ნიური მაქვს დაახლოებით 3-4 კბილი. ხელი მომწდა. იმ ხელებად დავჭერ და ჩავალაგე შიგნით, რომ უჭირს ახლა ძალიან დაქუცმაცება. წიწაკასაც აქვე ჩაუშვებ, ბარემ თუ ტანჯვა, ბოლომდე ვიტანჯო. ავაჩვენებრივი სუნია. მოვშუშოთ პირველ რიგში ხახვი. ხახვი რო კარგად მოიშუშება, შემდეგ დავამატოთ უკვე პომიდორის წვენი, რომელიც დავაბლენდერეთ. ხახვი დაბალ ტემპერატურაზე მოშუშეთ და იწყებს შემდეგ კარამელიზებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პომიდორი არის მჟავე, ცოტა შაქარი დაამატეთ. დავაფაროთ თავს და ვადუღოთ იქამდე, სანამ ცოტა წყალს არ შეიშრობს. წყალი თითქმის ამოაშრა, ნუ ხა ძალიან არ უნდა დააშროთ. ეხლა ცოტა მეტი წითელი რომ მქონდეს, წითელი ფერი, მე დავუმატებ ბულგარულ წიწაკას, ეს არის ცხელი ბულგარი. ეს არის ტკბილი ბულგარული წიწაკა, პაპრიკას რომ ეძახიან, 1 ჩაის კოვსია. და ჩვენ დანაყილი ქინძი და ნიურის ჩავუმატოთ შიგნით. დავუმატოთ ახლა მარილი და ცოტა შაქარის დავუმატეთ, საოცარ არომატს აძლევს. მარილი ყოველთვის თქვენი გემოვნებით. ძალიან გემრიელი ჩანს. ეხლა უკვე ჩავალაგოთ ხორცი შიგნით. ეს იცით როგორი კერძი არ არის, ახლა მთლიანად соуსი ჩალაგებული, არამედ როგორც გარნირი დაახლოებით ისე აქვს ეს соуსი. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ ცოტა შეიქნოთ თქვენს შემთხვევაში соуსი არ უნდა იყოს მთლიანად დაფარული ხორცი соуსში. ზემოდან მოვაყაროთ ცოტა ოხრა ხუში დაჭრილი. თეფზე გავაფორმოთ ჩვენი კერძი. соуსი ჯერ დავლა. ჩავალაგებ შიგნით ჩვენს ხორცს. შემდეგ მოვალაგებ უკვე ხახვს ზემოდან, თქვენი გემოვნებით რა თქმა უნდა. ცოტა
ოხრახუში და შეგვიძლია კიდევ რომ ბროწეულის მარცვლები მოვაყაროთ, ძალიან გემრიელი იქნება ბროწეულიც მაქვს სახში. და მეგობრებო, ესეთი საოცარ და გემრიელი, ამასთანავე ლამაზი კერძი გამოვიდა. გავსინჯოთ ახლა და ვნახოთ რა მომამზადეთ. არის თუ არა მართლა ესეთი კარგი როგორც ვაქებ. ხახთან ერთად. რბილი ხორცი, ძალიან გემრიელი соуსი, ლავაში, που წარმოგიდგენთ შეგიძლიათ ეს რომ ლავაშიც გადაახვიოთ და ზემოდან ეს соуსი მოაცხადოთ და მიირთვათ გემრიელად. მე ახლა დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი იმისათვის რომ არ გამოდოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.